მოვისმინოთ კომენტარი და შემდეგ დავბრუნდებით ეთერში. Სადგენას და დაცვას არის სერიოზული პრობლემები ამ კუთხით, თუმცა ინფრასტრუქტურის სამინისტრომ შეიმუშავა გეგმა, რომლის მიხედვითაც წარიმართება შესაბამისი სამუშაოები, აღდგება სანაპირო ზოლი. ეს არის მრავალი თვალსაზრისით მნიშვნელოვანი, მათ შორის მნიშვნელოვანია იმისათვის, რომ სათანადოდ განვითარდეს აქ საკურორტო ზონა, პოტენციალი ძალიან დიდი აქვს, არის ძალიან კარგი ჰავა, შესაბამისად ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ განმოხური ანაკლიის საკურორტო პოტენციალი მაქსიმალურად იყოს ათვისებული. სამუშაოები, რომლებიც დაიგეგმა და იწყება, რა თქმა უნდა, ამ პოტენციალის ათვისებას მაქსიმალურად შეუწყობს ხელს. გარდა ამისა, უნდა შემუშავდეს კონკრეტულად გეგმა საკურორტო ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის და არსებობდეს შესაბამისი ხედვა და ამ მიმართულებითაც უკვე დაწყებული აქტიური მუშაობა. ჩვენმა ქვეყნის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოაქვეყნა წერილი. თქვენ ამ შინაარსს და ზოგადად იმ κρიტიკას როგორ აღიქვამთ, რაც არის აი ამ წერილში ნახსენები, რა არის თქვენი პასუხი აღნიშნულ წერილთან დაკავშირებით და ზოგადად განცხადებასთან, რამდენად ობიექტურია ზოგადად კრიტიკა. თქვენ თავადაც ნახეთ, რომ დეზინფორმაციით არის გაჯერებული სამწუხაროდ ეს წერილი ყველა მიმართულებით, რაც შეეხება პოლიტიკოსების დაბატიმრებას მაგალითად, აბსოლუტურად ასთენილია სინამდვილეს შეფასებები, რომლებსაც გითხულობთ ამ წერილში, იგივე ეხება მოძალადეების პატიმრობასაც, აქაც აბსოლუტურად დეზინფორმაციით არის გაჯერებული წერილის შესაბამისი პასაჟი, რაც ძალიან სამწუხაროა. ხო, აქ საუბარია 17 სახელმწიფო საგარეო საქმეთა მინისტრზე, საუბარია უმაღლეს წარმომადგენელზე ევროკავშირის და როდესაც ასეთი ადამიანების ხელმოწერით გვხვდება ასეთი დეზინფორმაციით გაჯერებული წერილი, რა თქმა უნდა, ეს არის ძალიან დასანანი. რაც ითქვა ჩვენი მხრიდან წერილში, კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმეორო, რომ ძლავრობს არაფორმალური მმართველობა ევროპულ სტრუქტურებში, ევროპულ ბიუროკრატიაში და ასეთ დროს არის სამწუხაროდ წაშლილი ყველანაირი მორალური ზღვარი, ნებისმიერი ტყუილი შეიძლება ჩაიწეროს, თუნდაც ასეთი მაღალი დონის წერილში, რაც არის ძალიან დასანანი და სამწუხარო. ამ წერილის ფონზე ჩვენ ასევე მანამდე ვნახეთ უნგრელი ევროდეპუტატის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ თითქოს მემარცხენე ჯგუფები ითხოვენ, რომ USA-დან დიდან გამოთავისუფლებული თანხების სანაცვლოდ, ასე ვთქვათ, ევროპული სახსრებით მოხდეს არასამთავრობო ორგანიზაციების დაფინანსება და ის ასევე ამბობს, რომ ზოგადად 2019-დან 2023 წლამდე სოლიდური თანხები დაიხარჯა არასამთავრობო ორგანიზაციების მიმართულებით. აი ამ წერილსა და ბოლო პერიოდში არსებულ კრიტიკას და ზოგადად არასამთავრობო სექტორის მიმართ გაძლიერებულ ფინანსებას რეალურად თქვენ ხედავდით, რომ Deep State ეფუძნებოდა სამ ძირითად ცენტრს, ეს იყო თავის დროს ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ადმინისტრაცია, ეს იყო ბრიტანული ბიუროკრატია და ეს იყო ევროკავშირის ბიუროკრატია. დღეს ამერიკის შეერთებულ შტატებში წარიმართება ბრძოლა ახალ ადმინისტრაციასა Deep State შორის და ასეთ პირობებში მანკიერი მიზნების განსახორციელებლად Deep State იყენებს პირველ რიგში ევროკავშირს და დიდ ბრიტანეთს და შესაბამის ბიუროკრატიას. რაც ყველა ძალიან კარგად ხედავს, განსაკუთრებით საქართველოს მაგალითზე ხედავთ, რომ სწორედ ევროპული ბიუროკრატია, მათ შორის დიდი ბრიტანეთის ბიუროკრატია გამოიყენება ყველაზე აქტიურად თავდასხმებისთვის ქართული ხალხის წინააღმდეგ. იმედი გვაქვს, რომ საბოლოო ჯამში შესუსტდება Deep State, ჯერ ამერიკის შეერთებულ შტატებში, შემდეგ ეს უნდა აისახოს ევროპაზეც და ასეთ პირობებში გაჯანსაღდება ურთიერთობები საქართველოსა და ევროპულ სტრუქტურებს შორის, რაც ჩვენთვის არის ძალიან მნიშვნელოვანი. ლეონსა და გახარიას პარტიებმა თვითმმართველობის უახსენეთ და ეკითხავთ ბრიტანეთის ელჩმა გაავრცელა განცხადება და ვიდეო მიმართა სადაც გზია ამაღლობელი საკითხზე საუბრობს და ამბობს, რომ ეს საქმე არის პოლიტიკური და არ საუბრობს ისრის სამართლის საქმეზე. ზოგადად როგორ ფიქრობთ, მსგავსი ტიპის განცხადება ევროპელი დიპლომატის მხრიდან მისი მანიშნებია? ესეც არის დეზინფორმაციით გაჯერებული განცხადება. როდესაც ძალადობას ქომაგობს კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკი, ეს არის ძალიან დასანანი და ძალიან სამწუხარო. დიდ ბრიტანეთში არის სერიოზული პრობლემები მედია პლურალიზმის კუთხით, მედიის თავისუფლების კუთხით, Deep State-ის გავლენის კუთხით მედიაზე. აქედან გამომდინარე, უმჯობესი იქნება, რომ დიდ ბრიტანეთში არსებულ პრობლემებზე იზრუნოს ბრიტანელმა ჩინოვნიკმა. რაც შეეხება საქართველოს, ჩვენ ვერ დაუშვებთ, რა თქმა უნდა, საქართველოში ძალადობის წახალისებას, მათ შორის ვერც ბრიტანელი ჩინოვნიკების მხრიდან. ლელოს და გახარიას ხო ერთობლივი პარტიებმა დღეს არჩევნებთან დაკავშირებით მემორანდუმს მოაწერეს ხელი და რამდენად რეალურია დაპირისპირება ოპოზიციის. საერთო ნეიტრალური მეფის კანდიდატი. თავისუფალი ნაციონალური მოძრაობა მაძღავს ლელოს და პოლიტიკურად გარდაცვლილებს უწევს. რეალურად ხედავთ რამდენად მძიმე მდგომარეობა რადიკალურ ოპოზიციაში, ერთმანეთთანაც არიან დაპირისპირებული, ორი პარტია ორ პარტიას
აგენებს იმის გამო, რომ მათ გადაწყვეტეს ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში მონაწილეობა. ჩვენთვის ეს არ არის საინტერესო ნებისმიერ კონფიგურაციაში, ნებისმიერ ფორმატში ჩვენ 64-ვე მუნიციპალიტეტში დიდი უპირატესობით მოვიგებთ როგორც მერის, ისე საკრებულოს არჩევნებს. ამაზე მეტყველებს მათ შორის კვლევები, რომლებიც ჩვენ გვაქვს და საერთო სურათ ყველა ხედავს თუ როგორია საზოგადოების დამოკიდებულება. საზოგადოება ძალიან კარგად ხედავს და აფასებს ყველაფერს და ამის გამოა აბსოლუტურად დისკრედიტირებული რადიკალური ოპოზიცია ჩვენს ქვეყანაში. თქვენ ხედავთ რომ მთელი ამ 4 წლის განმავლობაში ეს ადამიანები, რადიკალური ოპოზიციონერი პოლიტიკოსები აკეთებდნენ ყველაფერს იმისათვის, რომ დაეზიანებინა ჩვენი ეროვნული ინტერესები. ისინი აკეთებდნენ ყველაფერს იმისათვის, რომ არ მიგვეღო კანდიდატის სტატუსი, არ გახსნილიყო მოლაპარაკებები საქართველოსთან და ეს შემდეგ, ხო, საკმაოდ ვრცელია ამ ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი ქმედებების ჩამონათვალი. ასეთ პირობებში არავის უნდა გვირდეს, რომ ოპოზიცია არის კიდევ უფრო მეტად ასუსტებული, ვიდრე ის იყო 1 წლის წინ საპარლამენტო არჩევნებამდე. შესაბამისად, ოპოზიცია ნებისმიერ კონფიგურაციით არის განწირული, რა თქმა უნდა, ძალიან მძიმე მარცხისთვის. 20 ივნისის საქმესთან დაკავშირებით რამდენიმე დღის წინ ჩატარდა რუსთაველის გამზირზე საგამოძიებო მოქმედებები. ეს ვიცით, რომ სტრასბურგის ევროპული სასამართლოს რეკომენდაციას და გადაწყვეტილებაც იყო, რომ დადგინდეს ჭეშმარიტება, რამდენად მართლზომიერი იყო ის საპოლიციო ღონისძიებები, ზოგადად რაც ჩატარდა 20 ივნისის საქმეზე და აქციის მიმდინარეობისას. რამდენად მნიშვნელოვანია ამ ობიექტურობის დადგენა ამ დროს? ჩვენ ამ შემთხვევაში უნდა გადავუხადოთ მადლობა სტრასბურგის სასამართლომ, რომელმაც მოითხოვა დამატებით 20 ივნისის საქმის გამოძიება. თქვენ გახსოვთ, როგორი იყო ამ გამოძიების პოლიტიკური კონტექსტი. თავის დროზე ამერიკული ყოფილი ადმინისტრაციის ზეწოლით და ევროკავშირის ჩინოვნიკების ზეწოლით ჩვენ მოგვიწია ამნისტიის კანონის მიღება, რომლითაც სასჯელი არსებითად არ ვრცელდებოდა ორ მხარეზე, ხო? ერთი იყო ის მხარე, რომელიც აწყობდა დანაშაულებრივ შტურმს საქართველოს პარლამენტზე და ცდილობდა დაემხო ჩვენი კონსტიტუციური წესრიგი და მეორე მხარეს ამნისტიის კანონი არსებითად გავრცელდა იმ ადამიანებზე, რომლებმაც ძალიან საეჭვო გარემოებებში ისროლეს რეზინის ტყვიები. ხო, ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ის რეკომენდაცია, რომელიც მოგცა სტრასბურგის სასამართლომ, რა თქმა უნდა, ყველა მიმართულებით დამატებით გამოძიებას აჯეროებს 20 ივნისის საქმე, მათ შორის განსაკუთრებული ინტერესის საგანია ბუნებრივია ის თუ ვინ გადაწყვეტა რეზინის ტყვიების სროლა და ვინ მიიყვანა ზოგადად მდგომარეობა აქამდე. საგარეო სავაჭრო მასა ვთქვათ ბრუნვა, როგორც იმპორტი, ასევე ექსპორტი წინა წელს ამ პერიოდთან შედარებით არის 12.7%-ით გაზრდილი. რამდენად მნიშვნელოვანია ეს და არის თუ არა ეს სახელმწიფოს სწორი პოლიტიკის შედეგიც? ეს არის, რა თქმა უნდა, ეკონომიკური ზრდის ერთ-ერთი გამოვლენა. ეკონომიკა იზრდება სწრაფი ტემპით და ჩვენ ვიზრდებით კიდევ უფრო სწრაფი ტემპით, ვიდრე ამას წინასწარ მეტყველებდა სავალუტო ფონდი. თვითონ სავალუტო ფონდმაც გაზარდა ეკონომიკური ზრდის პროგნოზი ჩვენი ქვეყნის მიმართ. რა თქმა უნდა, ეს არის ჩვენი უმთავრესი პრიორიტეტი. საბოლოო ჯამში ეკონომიკის განვითარების დონეზეა დამოკიდებული ყველაფერი, მათ შორის ქვეყნის შიგნით ჩვენი ეროვნული ინტერესების რეალიზება, ჩვენი საგარეო პოლიტიკური პოზიციების გაძლიერება, აქედან გამომდინარე მომავალშიც ბუნებრივი ეკონომიკური ზრდას მიენიჭება განსაკუთრებულ მნიშვნელობას. თორნიკე რეჟვაძესთან დაკავშირებით უნდა გკითხოთ, თქვენ როდესაც სტუმრობდით მას სამედიცინო დაწესებულებაში, თქვით რომ პირადად აიყვანდით ამ საქმეს. არის თუ რამე დამატებითი დეტალები ცნობილი, რა შეგიძლიათ გითხრათ მისი მდგომარეობის და საქმის შესახებ? რა თქმა უნდა, მე ვაკონტროლებ ამ საქმის მსვლელობას, თუმცა რაც შეეხება ინფორმაციის გავრცელებას ამ საქმის დეტალებთან დაკავშირებით, ეს არის მხოლოდ და მხოლოდ საგამოძიებო უწყებების პრეროგატივა, აქედან გამომდინარე ისინი არიან ასეთ კითხვების ადრესატები. ოპოზიციური არხების ცილწალ კამპანიაზეც კითხავთ, ასე ვთქვათ, წინა იმაზე იყო მამუკა მდინარაძის წინააღმდეგაც ნახეთ, მისი ასე ვთქვათ პასუხები ზოგადი, ეს არის ბრალდებები ოპოზიციური, ასე ვთქვათ, მედიიდან. რა ეს კამპანიის გაძლიერებაზე? რეალურად ერთი საინტერესო დეტალი რაც არის, რაც შემიძლია გითხრათ, არიან კონკრეტული ადამიანები, რომლებიც ვიღაცებს გონიათ ნაცები და სინამდვილეში ისინი ფინანსდებიან კონკრეტული პერსონებისგან, რომლებიც კორუფციაში იყვნენ ეჭვმიტანილი და რომლებსაც მოუწიათ გუნდის დატოვება. ასეთი არის მაგალითად ლევან ხაბეიშვილი, რომელიც ყოველთვიურად იღებდა ხელფას ჩემი არც თუ ისე არასანდო ინფორმაციით, ყოველთვიურ ხელფას ეჭდა, მას ჰქონდა კონკრეტული მეტსახელიც სახელფასო გრაფაში და იგივე წყაროდან ფინანსდება ასევე ლოდარ მელაძე, რომელიც
სწორედ ამ კონკრეტული კორუფციაში ეჭვმიტანილი ჯგუფიდან იღებს დირექტივებს კონკრეტული ინფორმაციის გავრცელებასთან დაკავშირებით. რეალურად ეს არის ვიღაცებს სურთ საკუთარი ბრალდებების გადაფარვა. არიან ადამიანები, რომლებიც ეჭვმიტანილი არიან კორუფციაში და ისინი ცდილობენ გარკვეული პიარული მანევრებით გადაფარონ ის ბრალდებები, რომლებიც შეიძლება არსებობდეს მათ მიმართ, ამისათვის ისინი მარტივად ურიგებენ ფულს ხაბეიშვილს, მელაძეს და სხვებს. ასევე ამოკითხა რადიო თავისუფლების ინფორმაციით ევროკომისარის საშინაო და მიგრაციის საქმეებში მაგნუს ბრუნერი წერილს გაგზავნის საქართველოს მთავრობასთან ქვეყნისთვის სავიზო ლიბერალიზაციის შეჩერების მუხარით თუ კი საქართველოს მთავრობა შესაბამის ნაბიჯებს მათი შესაბამისად არ გადადგამს ქვეყნის დასახლებად. მე კიდევ ერთხელ შემიძლია გავიმერო ის, რაც თქვი არაერთხელ, ქართული ხალხის დაშანტაჟება იმის გამო, რომ მან არ დააბრუნა ხელისუფლებაში სისხლიანი რეჟიმის წარმომადგენლობა არის აბსოლუტურად სამარცხვინო ქმედება. არ შეიძლება ქართულ ხალხს მოსთხოვო ჯერ ხელისუფლებაში სისხლიანი რეჟიმის დაბრუნება და როდესაც ქართული ხალხი მიიღებს სხვა გადაწყვეტილებას, არ შეიძლება ამის გამო დააშანტაჟო ქართული ხალხი. ეს არის უბრალოდ სამარცხვინო ქმედება. საზოგადოებამ თავად უნდა განსაჯოს, თუ რა მიზნებით სურდათ კონკრეტულ ჩინოვნიკებს, ევროპელ ჩინოვნიკებს, მათ შორის ხელისუფლებაში დაებრუნებინათ სისხლიანი რეჟიმის შემოქმედი ადამიანები, ხო, კოლექტიური ნაცმოძრაობა. ეს არის, რა თქმა უნდა, ძალიან მარტივი ანალიზის საგანი და საზოგადოებამ ძალიან კარგად ხედავს და ძალიან კარგად აანალიზებს. ეს არის თავარი მიზეზი იმისა, რომ ქართული საზოგადოების თვალში ევროპული ბიუროკრატიის და სამწუხაროდ ასევე ევროკავშირის მიმართ ნდობა არის სერიოზულად დაცემული. ყველაფერი უნდა გაკეთდეს იმისათვის, რომ ეს პროცესი შემოტრიალდეს. ამისათვის პირველ რიგში კონკრეტული ევროპელი ჩინოვნიკები უნდა შეეშვან ფიქრს იმაზე, რომ საქართველოში სისხლიანი რეჟიმის შემოქმედი ადამიანები უნდა დაბრუნდნენ ხელისუფლებაში.